ესე იგი გოგოებო, თქვენ ხო ისე ხომ კისრის ტაიმის პრობლემა აქვს და ფიქსატორი მიკეთია, მე კი ლაბაზი ვარ, მაგრამ გაშიშებულ მდგომარეობაში მოძრაობ. თქვენ ხართ მიჩვეულები ჩემს პრობლემას, ამიტომ ვინც არიცით, გეტყვით რომ ფიქსატორია, მეკითხებით ხოლმე ხშირად ახლები ვინც ხართ მოკლედ. ახლა რა მაინტერესებს, შილაქის იდეები ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე არჩევა, არ ვიცი რატომ მიჭირს. მაგრამ ვიტანჯები ხოლმე ენა რაოდენობის ვერსიები მაქვს, აი ძალიან ბევრი. ხო და მოდი ახლა ერთად ამარჩევინეთ, ამ დღეებში უნდა გავიკეთო. ჯერ არ ვიცი ვერ ჩამოვყალიბდი ვისთან, ბარტერთან გავაკეთო, არ ვიცი ჯერ შეიძლება რამოდენიმე ჩამიყარეს კიდე მასთანაც მივიდი, ან თავად მოვიდნენ, მოკლედ არ ვიცი, მაგრამ მოდი ავარჩიოთ. რამდენიმე ვერსია, მაგალითად ეს. რას ფიქრობთ? ხო, კიდევ არის აი ეს. ამაზე რას ფიქრობთ? ეხლა ნახეთ, მაგალითად შავით მინდა ძალიან, მაგრამ არ მინდა რა კუთხით გეტყვით. შავი მერე რო იზრდება, ეს თეთრი ჩანს, ეს ფჩხილი და ის უკეთ ძალიან არ მელამაზება. და ხო იცით, ისაც მალე იზრდება და ჯერ თეთრზე იმდენად არ ჩანს და არ მომწონს და ხა შავზე იმდენად გამოჩნდება, რომ აი ეგ ძალიან მაგიტო დიდად არ მინდა. კიდევ არის აი ეს გულებიანი, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს და ახლაც ძალიან მომწონს და რა ვიცი, გიждები მოკლედ. და ვფიქრობ რომ ეს ხო არ გავიკეთო, რაღაცა ცოტა გავიხალისო თავი, არ ვიცი. ლამაზია ძალიან. მოკლედ, მოდი აბა ავარჩიოთ რაღაცნაირად ეს ხო არ ჯობია. მაინც ვფიქრობ ორს უფრო მეტად ვფიქრობ. ეს არის აი ეს ვარიანტი, რომელიც ძალიან მომწონს, ადრეც მომწონდა და კაი ხნის წინ მქონდა შენახული ფოტო, მე წავშალე, მე სხვა გავიკეთე და მოკლედ ეს ისევ მომწონს. მე აღმოაჩინე სადღაც სკროლის დროს და დავსკრინე, ისევ მომწონს ეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულთან დაკავშირებით? ძალიან მელამაზება. ზოგი არის ისეთი, რომ აი ოთხკუთხედ ფრჩხელს როგორც მე მაქვს, არ უხდება და მრგვალი არ მინდა. ახლა ფორმას ვერ შევიცვლი. ზოგი მრგვალს უხდება, ხო ხდებით ისეთი რაღაცები, დიდად არ დამისკრინავს, მაგრამ ზოგი არის რომ მრგვალს უფრო უხდება, ვიდრე ვთქვათ ოთხკუთხედს. ახლა მე ეს მაქვს რბილი ოთხკუთხედი. მითხრათ ჩემო მასტერმა რომ არის სხვადასხვანაირიო. არ ვიტყვი გოგოებო რომ ეს ვინც გამიკეთა, უიდაო მაგასთან როგორ მივა თუ არა. ძალიან მელამაზა რო დავხედე, ძალიან მომეწონა. უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა, აქ რაღაცა დამატება თუ რაღაცა ცოტა მოუვიდაო, როგორც ვინც ერკვევა შილაკში მან მითხრა და შესაბამისად არ დაეკრო და გაიბერა თუ რაღაცა მოკლედ. და რა ვიცი, მაგიტო ვიკავებ თავს მოკლედ, ხა კიდე ხა ესე დაემართოს და რაღაც არ მომეწონოს, ძალიან გავხიზიანდები. ამიტომ მოდი სხვასაც ვწდი ახლა თქო თუ არა და ისე მასთან მივალ და ავუხსნი რომ ნუ მოკლედ ესე ექნა ჩემო ჩხოლმა და არ ვიცი მოკლედ ვერ გავიგე რომელი გავიკეთო სატანჯველია ძალიან სხვათა შორის ისე ფრენჩი მინდოდა ერთი პერიოდი და ეს აღარ მინდა ცოტა ხა მე ეს არასდროს არ მომბეზრდება მაგრამ მოდი ცოტა შევიცვალოთ და რაღაცა ვიხალისოთ ცოტა ფჩხილების უნდა დავიმოკლო იმიტომ რომ ახლა აღმოვაჩინე რომ ანუ სენსორზე ცოტა გამიჭირდა და ხალხო ვისაც ამ ხელები გაქვთ როგორ კრებთ ჩემამდე არ და ძალბად ასე თუ ვერ გავიგე როგორ იმიტომ რომ საკმაოდ გამიჭირდა უკვე არა და ჯერ არ მაქვს საერთოდ ისეთი გრძელი რომ აი ვერ ანუ მაგრამ გამიჭირდა არ ვარ ეს ამ სიგრძეზე მიჩვეული ხო და მიშველი არ ვიცი მოკლედ ველოდები თქვენს პასუხებს დღეს რომ ხვალ დიდი ალბათობით გავიკეთებ თუ არა დამკრეჟ მაინც უნდა გავიკეთო და რაღაცნაირად ამარჩევინეთ ძალიან გთხოვთ რაც შეეხება იმ ამბავს ტუჩს ნუ პრუწანს ზედა ტუჩსო გეტყვით რომ ეს პრუწვა არ არის მეგობრებო ეს არის კონტური რომელიც სულაც არ ფიქრობ რომ ცუდად მისვია პირიქით ძალიან ლამაზი
ესე იგი, ვიღაც შავი ჭირივით მყავს გადაკიდებული. მისვამს კითხვებს მეუღლესთან დაკავშირებით. ისეთ კითხვებს, რომელზეც მე არ ვცემ პასუხს და არ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ პასუხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ რამე საერთოა ჩვენი კი ბატონო და მარტო კონკრეტულად რაღაცაზე არ ვცემ პასუხს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, 1000ჯერ მერე თუ დაუშვათ ვიძახი ბლოკავ, რაღაცა სხვა აკაუნთით ლანძღავს და რაღაცნაირად ცუდ სიტყვებს მიწერს და მინდა გითხრა, რომ სულ ბოდიში და ფეხებზე მკიდი ხარ. რავი, რა გითხრა? ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა ხალხო. არც წამიშლია კომენტარი, რომ აი საერთოდ არ მაინტერესებს, რაც დამიწერ. რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთივე პასუხი მიიღო, რაც მაკადრა. და მე მგონი რაღაცნაირად უხერხულობა უნდა ვიგრძნოთ ხოლმე ასეთ დროს და შეურაცხყოფის მოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჩემი ცხოვრება, რასაც მინდა იმას ვიტყვი, რასაც მინდა იმ კითხვაზე გავცემ პასუხს. ძალიან ღია ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ აბსოლუტურად აი ისეთი ვიყო, როგორიც ვარ ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი რაღაცები, რაც არის ჩემი, რაც არის ოჯახის, რაღაცები ითქმება, რაღაცები არ ითქმება, რაღაცები სხვას არ უნდა ვთქვა და ასე შემდეგ, როცა რაღაცა საერთოზეა, ვაძლევ ჩემ თავისუფლებას, რომ ვთქვა მაგალითად რაღაცეები, ხასიათები, რაღაცები, მაგრამ ხახო ჩემს ვლოგებს თუ გინდათ უყურეთ და ეხა ის რა საქმიანობს და ეს რა საქმიანობს თუ ჩემ საქმიანობაზე შემიძლია გითხრათ და იმიტომ რომ არ ვცემ რაღაცას პასუხს და მილიონჯერ მაქვს ნათქვამი რომ არ ვცემ ამ ასეთ კითხვებს იმიტომ არ შეიძლება ამის გამო მლანძღოთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ მაგინოთ და ასე შემდეგ ასე რომ მოკლედ ხო, ამარჩევინეთ მოკლედ შილაკები, გემშვიდობებით. ხვალამდე. ხო, ეს მისვია ლურჯი ტუში. ესე არ ჩანს ახლა უკვე, მაგრამ ესე უფრო გამოჩნდება? არ ვიცი.